დღევანდელი დღე არ არის მხოლოდ ერთი თარიღი. დღევანდელი დღე არის ჯამი ჩვენი ბრძოლის ყველა იმ დიდებული მომენტის, რომელიც აქამდე გაგვივლია. ეს არის ჯამი 9 აპრილის, ჯამი 31 მარტის, 14 აპრილის, 12 აგვისტოსი. და ამიტომაც აქ ვართ ჩვენ ყველანი ერთად. მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ეთნიკური წარმომავლობის გამო, რელიგიური რწმენის გამო, მაგრამ ეს განსხვავებები არ დგას სამშობლოზე მაღლა. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ყველანი ვართ ამ ერთი სამშობლოს შვილები და არ გვემეტება თავისუფლება და დამოუკიდებლობა დასაკარგავად. სწორედ ამიტომ დაიწყო თავისუფლების მოედანმა საქართველოს გულისთვის კამპანია და აი აქაც დღეს თქვენ წინაშე მინდა დავდო კიდევ ერთხელ ეს პირობა და ავიღო ის პასუხისმგებლობა, რომ მართლაც ყველაზე შორეულ სოფელშიც კი მივიტანთ თავისუფლებისთვის ბრძოლის სამართლიანობის ნამდვილ სამართლიან ჭეშმარიტ სიტყვას. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მარტში ვიყავით იმერეთში, აპრილში ვიყავით აჭარაში, ახლა რამოდენიმე დღეში მივდივართ კახეთში. ყველგან ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ მიტოვება საკუთარი ხალხის, კორუფცია, შიში, რეპრესია, მაგრამ ასევე ჩვენ ვნახეთ იმედი, ჩვენ ვნახეთ შემართება. ნუ გონიათ რომ სხვაგანაც არის ესეთი შემართება. ყველგან სადაც არ მივედით ვნახეთ ადამიანები, რომლებიც არიან მზად თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. საქართველოში მოქალაქეთა კონსენსუსი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს დიდი ცვლილება უკვე შემდგარია. ასევე საზოგადოებას ცვლილებასთან ერთად სურს განახლება, სიახლე და ამიტომაც ჩვენ მივდივართ ყველგან იმისათვის, რომ ვაჩვენოთ და დავარწმუნოთ ადამიანები იმაში, რომ დიახაც პოლიტიკა არ არის კორუფციის, დაკეტილი კარის მიღმა გარიგებების და რაღაც ორპირობის არენა, არამედ პოლიტიკაში დიახაც არიან პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც გადადეს საკუთარი კეთილდღეობა, საკუთარი კომფორტი, ისევე როგორც ბევრმა თქვენთაგანმა და დღეს აქ არიან ამ ბრძოლაში მხარდამხარ ქართველ ხალხთან ერთად. ამიტომ მე მინდა მოგიწოდოთ თქვენ კიდევ ერთი რამისთვის. ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ღირსეული ქვეყნისათვის. და აი ამ ცვლადებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გქონდეს დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები. დემოკრატიას, თავისუფლებას და დამოუკიდებლებას სჭირდება დემოკრატი მოქალაქეების უფრო მეტი პოლიტიკური მონაწილეობა. ამიტომ ყველას მინდა მოგიწოდოთ, აქ ხედავთ ბევრ პოლიტიკურ პარტიას, შეუერთდით და გააძლიერეთ ის პარტიები, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, ვისიც ყველაზე მეტად გჯერათ. და მხოლოდ ამის მერე იქნება ის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა იქნება არა ცვლადი, არამედ მუდმივი ჯამი ჩვენი ბრძოლისა. 1918 წელს ჩვენმა წინაპრებმა თქვეს, რომ საქართველო თავისუფალია. წელს ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ თავისუფლებას დავიცავთ, გადავარჩენთ, გავაძლიერებთ და რომ ამ თავისუფლების ღირსებიც ვართ. გაგიმარჯოთ, გამარჯობა საქართველოს, გამარჯობა პოლიტპატიმრებს, თავისუფლება ჩვენ ქვეყანას. მადლობა.